ყველაფერს სჭირდება თავისი ნიჭი და მოხერხება, მათ შორის დებატებს, მათ შორის კი ალბათ განსაკუთრებით დებატებს და საჯარო დისკუსიებს, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება რაღაც ინტერპერსონალურ ურთიერთობებში მთლად დებატები და განხილვები და არგუმენტირებული ბრძოლები, ნუ ხა ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად გამოსადეგი არ არის, მაგრამ კარგი რაღაცების გადმოტანა შეგვიძლია. ამის ძალიან კარგი მაგალითია, ვინც ხართ ამ საკითხებით დაინტერესებული, განსაკუთრებით სამართლის სტუდენტები ან სხვა მსგავსი, შეგიძლიათ თან ისეთ აქტუალური action interview ნახოთ. ეხლა წინ არჩევნების, 2024 არჩევნების, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მათი ვიცე-პრეზიდენტებიც ერთმანეთს ედებატებოდნენ, ანუ JD Vance და Tim Walz-ი და ერთ-ერთი საუკეთესო დებატებია ჩემი აზრით თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში, იმიტომ რომ იმდენად რაღაც თავაზიანად საუბრობდნენ, იმდენად კარგად უსმენდნენ ერთმანეთს, იმდენად ეხებოდნენ მნიშვნელოვან საკითხებს და არა ერთმანეთის დამცირებას და შეურაცხყოფას. ნუ ფაქტია რომ ყველაფერს თავისი ნიჭი უნდა არასაკურველი, უბრალოდ აშკარად დიდი მონდომებას ჩანდეს ამ საკითხში და მახსოვს მაშინ რომ კომენტარები იყო რომ ისინი უნდა იყრიდნენ კენჭის პრეზიდენტობისთვის და ხალხი ყველა შევშძალიან სიამოვნებდათ რა. ხო და მოკლედ შეგიძლია უყუროთ, დაგუგლოთ, YouTube-ზე არის 2 საათზე ცოტა მეტი ხნიანი ინტერვიუა და შორტებით შეგიძლიათ ნახოთ და აი დებატების ხელოვნების და ნამდვილად რაც მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნებით ვუსმენდი და სავარაუდოდ თქვენც მოგეწონებათ.